ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა კონკურსს ვეღარ უმასპინძლებს, თუ ის შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული. ცვლილებები ევროვიზიის საკონკურსო პროტოკოლში უკვე შევიდა და ის ევროპული მაუწყებლობის კავშირის შინაგან აწესშიც აისახა. მიზანი მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მყოფ ქვეყანაში კონკურსის ჩატარებით გამოწვეული შესაძლო რისკების თავიდან არიდება, რათა მონაწილეებისა და გულშემატკივრობის უსაფრთხოება იქნას დაცული. ცვლილებები შემთხვევითი არაა და მისი მიზეზი ისრაელია, ქვეყანა რომლის კონკურსში მონაწილეობასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. იმ სამხედრო კონფლიქტების გამო, რომელიც ისრაელს ახლო აღმოსავლეთის არაერთ სახელმწიფოსთან აქვს. 2025 წელს 5 ქვეყანამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, სლოვენიამ და ესპანეთმა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ბოიკოტი გამოუცხადეს 2026 წლის კონკურსს. ისინი ისრაელის გამოთიშვას მოითხოვდნენ. ევროვიზიის მრავალწლიანი კონკურსის მთავარი ტრადიცია სწორედ ისაა, რომ გამარჯვებულ ქვეყანას შესაძლებლობა ექნება თავად გახდეს მომდევნო წლის კონკურსის მასპინძელი, რაც პრესტიჟთან ერთად ეკონომიკური სარგებელიცაა გამომდინარე იქედან, თუ რამდენად ბევრი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას კონკურსის სანახავად. ახალი ცვლილებები უკრაინასაც შეეხება, რომელიც რუსეთთან ომშია ჩართული ჯერ კიდევ 2022 წლიდან. მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2020 წელს კონკურსი მოიგო, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე 2023 წელს შოუ ბრიტანეთში ჩატარდა. 2027 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი უკვე ბულგარეთში გაიმართება. წლევანდელი გამარჯვებული სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელი გახდა. ისრაელი კი მეორე ადგილზე გავიდა.